ვარ ზოის მოევი, ევროპული ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებული. პირველ რიგში ძალიან დიდი გამოცდილება მომცა როგორც ცხოვრებისეული, ასევე პრაქტიკული სახით, იმიტომ რომ ამ სასტუმრომ შესაძლებლობა მომცა არა მხოლოდ სერვისის კუთხით მიიღო გამოცდილება, რაც ჩემთვის პირველი იყო, ასევე და რაღაც პატარა კაფეს მენეჯმენტით ჩამაბარე, სიკეთლიანად მევაკონტროლებდი ყველაფერს ხარჯს დაღწევას პლუს იმის შესაძლებელიც მომცა, რომ ბარში გამევლო პრაქტიკა სასტუმროს ბევრი კუთხით შევხედა და ეს ბევრს ნიშნავდა. კმაყოფილი, რა თქმა უნდა, ვარ. თან ულამაზეს სასტუმროში ვიყავ. კვებაც გვეკუთვნოდა და ცხოვრება ჩადიოდა. ორივე დაფინანსებული იყო. სტიპენდიასაც ვიღებდით, სხვა ისინი ავთარებუნგები, ასე ვთქვათ, გაყოფილებები შიც მივიღე პრაქტიკული გამოცდილება და კიდე ხასიათით მეტად უფრო მტკიცე გავხდი ვიდრე ეს მეყოფილა. ჩემი აზრით გერმანიაში წასვლისთვის აუცილებელია რაღაც დონეზე მაინც ენის ცოდნა და მით უმეტეს თუ მაღალ დონეზე ვიცით ენა, ანუ მათი მხრიდან ჯერ ერთი სხვანაირად გვიყურებენ, სხვანაირი პატივისცემა აქვთ ჩვენს მიმართ, ანუ ძალიან აფასებ, ანუ შეუძლიათ იმის დაფასება, რომ ჩვენ ჩავდივართ მათ ქვეყანაში და მათი ენა ვიცით, ანუ მათთვის უზომოდ მნიშვნელოვანია და შესაბამისად მათი დამოკიდებულებაც ჩვენდამი ძალიან განსხვავებულია ვიდრე ანუ ადამიანთა, რომელიც ჩადის მათ ქვეყანაში ცხოვრობს, სტუდენტური სტატუსით იქნება, ფერიანტებს აკეთებს თუ ასე შემდეგ და საერთოდ არ იცის ენა, რა თქმა უნდა. პლუს გერმანელებთან ურთიერთობა ცოტა უცხო და უცნაურიც არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ანუ სრულიად ახალ კულტურასთან გიწევს შეხება, როგორც ჩვენთვის არის უცხო, ალბათ მათთვისაც არის უცხო ჩვენი კულტურა, ჩვენი ქცევები, ჩვენი იუმორი ასევე. თუმცა ძალიან საინტერესო ხალხია და ძალიან დისციპლინირებული, რა თქმა უნდა, ეს მსოფლიო მიცის. და ჩემთვისაც დამატებითი ბონუსი იყო დისციპლინის უნარების გამომუშავება. ანუ სასტუმრო სფეროში ჩართული ადამიანები, ვისი სფეროს დაკავშირებულია ამასთან და ვინც მომავალში ამ ყველაფერს გეგმავს, უდიდესი გამოცდილება საზღვარგარეთ იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობს იქაური სისტემა. შეიძლება სისტემა იგივე იყოს ერთი და იგივე სასტუმრო, თუმცა კულტურებს შორის განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სასტუმრო ყველა ქვეყანაში მრავალ კულტურულ იმას მოიცავს, ასე ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობას და მოკლედ მნიშვნელოვანეს და ძალიან კარგ გამოცდილებას მიიღებს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ სერიოზულ გამოცდილებას.